მოგესალმებით, დღეს უკვე ჩემი ჯერია აღმოაჩინე და გაიცანი გადაცემაში შემოსვლის და ვერ ვიტყვი რომ ეს ადამიანი მე აღმოვაჩინე, თუმცა ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენაა. თამარ თოიძე, ქალი, რომელსაც იცნობს ხელოვნების კუთხით თითქმის უკვე ყველა. მაგრამ დღეს მაინც ჩემი აღმოჩენაა, რადგანაც ჩვენ ვისაუბრებთ არა მხოლოდ ხატრობაზე. თამარი ჩემი კოლეგაც არის და მოდით დანარჩენი ყველაფერი თავად მოგვიყეს. თამარ, ძალიან მიხარია რომ გაგიცანი, მე ჩემთვის აღმოგაჩინე და ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დამეხმარა თქვენს აღმოჩენაში. ულამაზესი ნახატებით ხართ წარმოდგენილი, თუმცა სანამ ნახატებზე გადავიდოდეთ, კოლეგები ვართ. ახალად მოგესალმებით, მოგახლავთ თამარ თოიძე, დავიბადე ქალაქ გორში 1991 წელს. თოიძენი ბავშვობა, სტუდენტობა, განათლება, თუნდაც ნათლობა მხატვრობაში ყველაფერი გორთან და შიდა ქართლთან ასოცირდება და დღეს ამ ყველაფრით ამაყი ვარ, რომ იმ პერიოდში ჩემო ოჯახმა შეძლო ის, რომ ჩვენ მოგვცა განათლება. მოგეხსენებათ თბილისში იყო მაშინ სამოქალაქო ომი, თან ასეთი განათლება და დღეს ვამაყობ არც უკვე გარდაცვლილი ჩემი პედაგოგებით, რომ ყავდა ესეთი სულმუნათი ხალხი, რომლებმაც აბსოლუტურად უსასყიდლოდ იმ პერიოდში, აბსოლუტურად უხელფასოდ, იმ ჩამონგრეულ, გაციებულ რუხისფერ ქალაქში შეძლეს ის, რომ ჩვენთვის ფერადი ბავშვობა ეჩვქებინათ და ძალიან ბევრი ადამიანისთვის სიცოცხლე გაეფერადებინათ. ეს ყველაფერი რაც დღეს ჩემშია, ეს მათი დამსახურებაა. იმიტომ რომ ერთადერთი სადაც შეიძლება აღიარო, რომ ხარ ბედნიერი და წარმატებული და შემდგარი, ეს მათი დამსახურებაა. მე მახსენდება ის პერიოდი, როდესაც საკმაოდ რთული სიტუაცია იყო ცხინვალში, მოგეხსენებათ, მოქმედი ომი იყო და ძალიან ხშირადაც გსტუმრობდნენ ხოლმე ქალაქ გორშიც. იმ პერიოდში მოგეხსენებათ ზამთარში მალე ვნელდება. სკოლიდან შემდეგ მივდიოდით სამხატვრო სკოლაში. ჩვენ ისე ვერთობოდით და ისეთი სულისკვეთებით გვხვდებოდნენ თვითოული დირექტორიდან დაწყებული. დივანი, ჩვეულებრივი დიასახლის იმ კედლებში თუ კი ვინმე არსებობდა, ისე გადიოდა ჩვენთვის დრო, საერთოდ ვერ ვიგებდით რა ხდებოდა. იყო სკოლა, სადაც არ ირეკებოდა ზარი და ყველაზე მეტად ამან იმისი და არ იყო სიმკაცრე, ჩვენ არავინ არ გვეჩხობებოდა. და მე მინდა გითხრათ, რომ აი იმ პერიოდშივე ჩვენ ძალიან ევროპულად გავიზარდეთ. ძალიან ხალესად. ყოველთვის ჩვენს იდეებს აყენებდნენ და ხორცს ასხავდნენ ჩემი პედაგოგები. მე მახსოვს, როდესაც ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით და მივედით სამხატვრო სკოლაში, ჩემო პედაგოგმა უთხრა დედას, მე არ ვიცი რამდენად დიდი მხატვრები დადგებიან თქვენი შვილები, მაგრამ მე გვირდებით, რომ თქვენი შვილები ნამდვილად კარგი ადამიანები დადგებიან. ეს იყო ჩემი პედაგოგი, ბატონი სლავა გაბარაევი. მოგეხსენებათ მაშინ როგორი სიტუაცია იყო, ეს ოსია, ის ქართველია, მაგრამ თამამად მინდა გითხრათ, რომ მე პირიქით, აი ამ გარემო მოუცა ის, რომ მე ყველა მიყვარს. თამარ, აი ხა თქვი, რომ ის ოსია, ეს ქართველია და ჩვენ როდესაც ვისაუბრეთ, საოცარი ისტორია მომიყევი იმ მასწავლებელ ქალზე, რომელიც პურის რიგში დახვრეტას გადაურჩა. მე ყოველთვის ვამბობ, არა მხოლოდ სამაჩაბლოსთან, არამედ აფხაზეთთან მიმართებაში, რომ დღეს, როდესაც ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, ალბათ უნდა მოვყვეთ ის ისტორიები თავიდან. კიდევ უფრო მეტად გავაგონოთ ჩვენი ხმა მომავალ თაობას და თუნდაც ამითი სამოქალაქო დიპლომატიის ერთი ნაბიჯი გადავდგათ. და მე მინდა გთხოვო, რომ ახლა ჩვენს მაყურებელსაც ის პატარა ეპიზოდი მოუყვე, როგორ გადარჩა ის ქალი სიკვდილს. მე საუბრის დასაწყისშივე აღნიშნე, რომ მე ძალიან სულმუნათი და ღირსეული პედაგოგები მყავდა თქო. ეს სიტყვები ბატონი არ არის და ამისი მაგალითები არსებობს. ეს ქალბატონი გახლდათ თამარ ივანიძე, მაგრამ ვეძახდით თამილას. და სიტუაცია იყო ისეთი, რომ მე ჩავაბარე ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელში და პარალელურად ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
და რადგან მე დასრულებული მქონდა საშუალო სკოლა, არ მეკუთვნოდა ეს საგნები. ქართული ისტორია, კულტურის ისტორია, მე ეს ისედაც უნივერსიტეტში გავდიოდი და პლუს ამას საშუალო სკოლაში უკვე სრული საშუალო განათლება მქონდა. როდესაც ის ქალი შემოვიდოდა იმ დანარჩენ ბავშვებთან, ჩვენ გვეუბნებოდა ესეთ რაღაცას. იყო ძალიან სუსტი, უზომოდღირე, ძალიან მორიდებული და ბავშვებო, მე თქვენ არ გეგონოთ რომ გაგდებთ, ესეთი მშვიდი ტემბრი ქონდა. თუ სურვილი გაქვთ ისხედით და მომისმინეთ. და ამასობაში ჩვენ შეგვეძლო რომ პარალელურად ჩვენი საქმე გვეკეთებინა. მაშინ სიცივე იყო, მინები ჩამსხრეული და აი 4B კურსი ერთმანეთს ვეხუტებოდით. ესე გაგქონდა ერთმანეთით. და მე მახსოვს, როდესაც ილია ჭავჭავაძეს ხსნიდა კაცი ადამიანს, რომ ადამიანი ჯერ იბადება კაცად და მე ყველა ადამიანი რო კაცი არ არის, მაგრამ ამას შეეხო და შეეხო ხითჩატეხილობას. ეს ორი თემა განიხილა ერთად და მე ხა ფილოლოგიას კარგად სწავლობდი და პირველი კურსი ფილოლოგიურზე ვიყავი და მისი ინტერპრეტირებული ახსნა და ამ ყველაფრის შედარება ძალიან უცხო იყო ჩემთვის, თუმცა ეხლა ცხინვალის უნივერსიტეტში ძალიან ძლიერი კათედრა ყავდა ლიტერატურის და ვერავინ ვერ წაართმევს იმას, რომ სერიოზულ განათლებას ვიღებდით. მან თქვა ესეთი რაღაც, რომ იცი რა, შეიძლება ადამიანს განათლება არ ქონდეს, მაგრამ თავიდანვე იყოს შეგნებული, იყოს კაცი. და მოგვიყვა ერთ-ერთი ინციდენტი, როდესაც იბომბებოდა ზედასოფლები და ჯერი მოდგა ცხინვალზე, მას უთხრეს, რომ აუცილებლად უნდა დაეტოვებინა თავისი მამაპაპურის სახლი, აღნიშნა, რომ მას არ ყავდა ოჯახი, საკუთარი ოჯახი და ცხოვრობდა მამის სახლში. და როდესაც გამოსულა უკვე რამოდენიმე ხანი ჩაუკეტავთ ეს მოსახლეობა და დილით პური სადაც იყიდებოდა, უფიქრია, რომ აი ის ავტობუსი რაც გამოდიოდა და ჩამოიყვანდა გორამდე, რამოდენიმე პურს მაინც იყიდდა იქ და წამოვიდოდა. ამას სოფაში ერთ-ერთს უცნია და ქართველია დაუწყია ყვირილი. და ეს ჯარის ბიჭები, ვინც მდგარან, ერთ-ერთი ყოფილა მისი მოწაფე. და რადგან ეს ტანიც ძალიან დაბალი ქალი იყო, ისე გადაუფარებია და წამოუყვანა და დაუსვია ავტობუსში და გამოუგზავნა. მე ჩემმა მოწაფემ გადამორჩინა და მე ჩემმა მოწაფემ შემინარჩუნა სიცოცხლე და მე რომ დღეს ცოცხალი ვარ და ის ეროვნებით ოსი იყო. ამიტომ მე მას სიყვარული ვასწავლე, მე არასოდეს არ ვუთითებდი რომ ის იყო ოსი და მე ვიყავი ქართველი, მე ბავშვობიდანვე მენდოდა რომ თვითოეულ ადამიანში და თვითოეულ ჩემს მოწაფეში სიყვარული დამითისაო. აი რამდენი ასეთი ისტორია იქნება. არ შემიძლია ამ ქალის ასეთი რაღაც არ გითხრათ, იქაურმა მეზობლებმა დაურეკეს, მათ გორში ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ოროთახიანი, ტუფით სპინია გამართული და უთხრეს, რომ ქალბატონ თამილა, თქვენი ცხოვრეთ ამ ბინაში, თქვენ ხო მაინც ვერ ჩამოდიხართ ცხინვალში და ჩვენ ვიცხოვრებთ თქვენს ბინაშიო. მან მიუგო რომ და გავცვალოთ ან ვიყიდიო. მან მიუგო რომ ის იყო მამამისის სახლი, რომ ის ფიზიკურად შეიქმნა იძულებული რომ დაეტოვებინა, თორე იმას სულიერად არ დაუტოვებია. თავისი ცხოვრება გააგრძელა გორის ოდენელთა გორში სასტუმრო რესტორანი ქართული იყო ხოლმე იქ და თავშესაფარი. ცოტა ხანი იქ იყო, მერე დაიხურა ჩვენი სასწავლებელიც, აკრედიტაცია ვერ გაიარა. მოხდა ისე, რომ აი ეს შემწეობაზე დარჩენილი მხოლოდ უსასყიდლოდ გვასწავლიდა, ისე ბოლომდე იარა და გვასწავლა და ქუჩაში ნახა ერთი ფისო, რომელსაც თვალები ჰქონდა დათხრილი. და ის ფისო წაიყვანა სახლში გაზარდა და ერთად ცხოვრობდნენ. ბოლოს როცა თავი შეუძლოთ იგრძნო, რამდენჯერაც არ უნდა მივსულიყავით, არასოდეს არ იღებდა ჩვენ დახმარებას, თუ რაღაც ძალიან უნდა შეხვეწნოდით და საერთოდ გვეგონა ხოლმე, რომ
თამილო მასწავლებელი ჰაერით ცოცხლობდა და სუნთქავდა. იმდენად ზე ადამიანი იყო, არასოდეს არ კონკრეტდებოდა მატერიალურ საგნებზე, მატერიალურ ყოფითზე, სულ გასაუბრებოდა ძალიან ზე აღმატებულ გრძნობებზე. ნამდვილი პედაგოგი ყოფილა და იმიტომ ბოლოს თავში საფაში წასულა. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ უკვე მხატვრობაზე. არა, იცით რა არის, ახლა გაგვიტაცა საერთოდ თემას ავწდით, მაგრამ უბრალოდ რა არის, იცით? აი იმ პერიოდიდან მოყოლებული სულ ესეთი მძიმე ცხოვრება გამოვლილი პედაგოგები მყავდა და ზუსტად ამას ვამბობ ახლა, რომ როგორ ახერხებდნენ. მაშინ არც ფსიქოლოგი იყო, არც ფსიქოპათოლოგი, არც ამდენი მედიკამენტი და თვითონ ჩემი სამხატვროს სასწავლებლის დირექტორი იყო ბავშვთა სახლში გასხდილი. და მისი მეუღლე. მაგრამ ის შეძლეს და შექმნეს ის ეპოქები, თაობები გაზარდეს და საკმაოდ რა ვიცი ხა, მე ვთვლი რომ ძალიან სრულყოფილი და ჩამოყალიბებული და ფსიქიკურად შემდგარი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ და ეხლა დღეს ამდენი რაღაც, ამდენი ტესტირება, ამდენი კონკურსი, ამდენი და საყოველთაო ჯამში რა ვიცი, ძალიან მეკუს ხოლმე რომ იმ შედეგებზე მაინც ვერ ვართ, მინდა გითხრათ რა. თამარ, აი ახლა მიყვებოდი და იცი რა კითხვა გამიჩნდა, რამდენი ნახატი, რამდენი ნაშრომი დაგრჩა იქ და შეიწირა ომმა? ძალიან ბევრი და ესეც რა არის პულსადკენ. ზოგადად მე არ ვთვლი რომ არ მხატვარი, მე ვარ შემოქმედი ადამიანი. მე ვქმნი. ხატვას შეუძლია ნატურმორტი და ხატოს პეიზაჟი და ხატოს კი ეს მეც შემიძლია, დაკარგვაც შემიძლია, მაგრამ აი ეს რაღაც მუზა, რომელიც მოგადგება და საერთოდ არ გეკითხება შენ ხარ ხაზიაზე, არ ხარ დღეს ახლა სადმე ხარ შენ წასასვლელი ან რამე შეხვედრა გაქვს ჩასანიშნი, ეს არ გეკითხება. მე ვარ შემოქმედი ადამიანი და ჩემი შემოქმედება სამწუხაროდ მეოდ აღარ მეორდება. ანუ ის დავხატე იმ დროს, იმ მომენტში და იყო ეს და დასრულდა. ის მეორე ვეღარ შეიქმნება, ის იმ მომენტში იმ დროს იყო. ძალიან ბევრი ნამუშევარი და არა მარტო ჩემი ნამუშევრები, ჩემი საყვარელი მეგობრების კოლექციებიდანაც ძალიან ბევრი ნამუშევარი დავკარგე და დღეს ახლა მოხდა ისე, რომ ვაპირებთ ჩემი ნამუშევრების წიგნად გამოშვებას და რამოდენიმე გამორჩეული ფოტოცა აკადემიას ხო, საკუთარი არამც თუ შექმნილი ნამუშევარი, რომ რაც არ მოვიკითხე, აი 3, 4-ია და 7-იც რა, აი ძალიან გული დამწყდა, რომ აღარ არსებობს და ზეპირადაც არ შემეძლია მხედველობითი მეხსიერებით, რომ აღვიდგინო ზუსტად ის. ბევრ გამოფენაზე, ბევრ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული. ძალიან ბევრში, მე გეტყვით, მე ვხატავ 3 წლის ასაკიდან. რაც ცნობიერი მაქვს ჩართული, მე მახსოვს, რომ სულ ვხატავ. ოჯახში მშობლებს, დედას, ბაბუას, ყველა გენეტიკურია ეს ხატვა? ალბათ გენეტიკური ხა გვარიც ისეთი გვაქვს თოიძე, მაგრამ მე ყველაზე მეტად რა მიხარია, იცით? თვითონ მოსე თოიძემ ჩამოიტანა ეს საქართველოში არა, არნუგურიდან ჩამოვიდნენ ძმათაშვილები იყვნენ, ჩემი ბაბუა და მოსე და იქ დაარსეს პატარა სამხატვრო სკოლა. და ამ სამხატვრო სკოლაში ასწავლიდნენ როგორ ბავშვებს, იცით? ვისაც არ ყავდა დედა, ვისაც არ ყავდა მამა, მაშინ მუცლის ტიფი მძვინვარებდაო, ამბობდნენ ჩემები და ძალიან ბევრი ბავშვები დაობდნენო. მოსე ანიკო ფერაძესთან მეგობრობდა, როგორც ვიცი, და გავხსნეთ პატარა ესეთი სასწავლებელი ადგილი, სარდაფი, სადაც ბავშვებს ასწავლიდნენ. და მე ანიკოს არ ყოლია შვილი და უთქვამს, რომ ამის დოკუმენტური მასალაც მაგაზეთშია დაბეჭდილი, რომ მოსდე შენ შეძლებო კიდე გააგრძელებთო თქვენო მოღვაწეობას და თბილისში ხსნიდნენ სასწავლებას და ანიკო ფერაძის შვილი არ მყავსო და დაერქვა ანიკო ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა, დღესაც არსებობს გორში. რაღაცა პერიოდი გადაარქვეს, მაგრამ დღეს ისე ანიკო ფერაძის სახელობის არის და გენეტიკურია ეს აღნიშნავდა გენეტიკური აქვს ჩემს გვარს სიკეთის კეთება და ქველმოქმედება და აი ეს მეორე უფრო მეტად მეამაყება, იმიტომ რომ თქვენ დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ ერთ-ერთ თოიძეს, ვისაც ვინმესთვის ცუდი გაუკეთებია. მე გარდა მხატვრობისა, მინდა გითხრათ, რომ
აი ძალიან ცუდი პერიოდი რო დაგვემთხვა კიდე მეორედ რევოლუციები რო წავიდა, ვარდების რევოლუციები და მოხდა ისე რომ მე ჩემი პროფესიით ვერ ვიმუშავე, გადავწყვიტე რომ ბატონღაც ესეთი განაჩენი გამოუტანე ჩემ თავს, რომ მე სწორად ვერ ავირჩიე პროფესია და იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო და გადავწყვიტე მისწავლა კოსმეტოლოგია, აპარატურული კოსმეტოლოგია, არომათერაპია და თერაპია და ერთ-ერთი ჩემი მოწაფე ვერ იტყვის და მეესალმები აქედან ყველას. მე არავისგან არც ერთი თეთრი არ ამიღია. მასწავლე, დავამთავრებინე. აპარატურული იქნებოდა ეს თუ დანარჩენი, ვაყიდინე მასალები და აბსოლუტურად უსასყიდლოდ დავაწყებინე ყველას მუშაობა. ხო, აი ეს იქეთი არის ადამიანში, ან არის. ანალოგიურად ეხლა მე მაგალითად ძალიან დიდი სურვილი მქონდა იმის, რომ ძალიან მრავალფეროვანი განათლება მივიღე, თუნდაც იმ გორის სამხატვრო სკოლაში დღეს აღარ არის ეცე. ჩვენ დროს ისწავლებოდა ძერწვა, გრაფიკა, კომპოზიცია, ფერწერა, სივრცისა და გარემოს დიზაინი. ნუ მოკლედ თექა, ბატიკა, ქარგვა, ქსოვა, გობელინი. დღეს ეს ფუფუნებაა და ნებისმიერ ძალიან წირი რამ არსებობს, აი მონახაზი და საკმაოდ მყარი ცოდნა მაქვს და სტაბილური ადამიანი ვარ მე თვითონ და ძალიან ბევრჯერ მინდოდა რომ რომელიმე სკოლასთან ჩამომეყალებინა რაღაცა სტუდია, მაგრამ იცით რა, როცა იგებენ რომ აი სახვითია და რაღაცა ქორეოგრაფიას უფრო დიდ პრესტიჟს ვერ გეტყვით რასთან იჭებენ, მაგრამ აიცით რა იყო აქ ხატვის და ვერ იმუშავა, მაგრამ მე გეტყვით რაშიც არის პრობლემა. მე რომ ვასწავლე ეს არ არის პრობლემა რა და დამეწუნეთ. ეხლა ეს რო იყოს კულტურის ისტორია, ეს რო იყოს ხელოვნების ისტორია, საამისო ცოდნაც მაქვს რომ დამწყებ. ასაკში ბავშვებს მივაწოდო ვინ იყო გუდიაშვილი, ვინ იყო აქ იცით რა შეასაქმე, მასალა გვჭირდება, რითიც ბავშვმა უნდა იმუშაოს და გვინდა, არ გვინდა, მაინც იმ მატერიალურზე დავდივართ, იმ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ ჩვენ. პედაგოგი შეუწყობს ხელს და ეტყვის, რომ იცი რა, აი ჩვენ შეგვიძლია დავხატოთ ფანქარში, დავხატოთ ნახშირში, აი ერთი კვირა, ორი კვირა, მაგრამ ოდესღაც ფერის აღება ხო უნდა ვისწავლოთ, ოდესღაც ფერის დადება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ რაღაცა ისევ სახელმწიფოსთან შეთანხმებით გაიხსნას და არა მარტო მე, რაღაცა ქველმოქმედება იყვნენ, აი ესეთი ბავშვები, რაღაცა პროგრამები იყოს ისეთი, რომ ძალიან მჭიერი ვარ და ძალიან ბევრი ბავშვი ძალიან ისეთ რაღაცებს დავიხატავენ. სამი დღე შეიძლება იფიქრო, რომ ეს მის ფსიქიკაში როგორ მოხდა, მაგრამ ხანში არ არსებობს მხატვარს, რომელზეც აქვს ასაკი. მხატვარი არის მხატვარი 3 წლის ასაკშიც და 30 და 90 წლის ასაკშიც. ის თუ ხატავს და მასში თუ ჩაფრინდა. ეს არის სენი, თუ დაგაინფიცირეს. მე არასოდეს მოეშორე. არ არსებობს. ეს არის დაინფიცირება. ხო, ძალიანაც რო არ გინდოდეს, არ გასწრენებს რაღაცას მაინც. არა, ნუ 3 საათზე რო წამოგახტუნებს, რა სინათლე არის, არ არის. აი ზუსტად ეს მინდა მეკითხა. აი როგორ ხატავ ხოლმე, რაღაცა იცი რა უნდა დახატო. არასოდეს არაფერი არ ვიცი. ეს სპონტანურად მოდის, ადგები? არაფერი არ მოდის, ხალხო, ამითი მე ვიტანჯები წლებია და თავიდან ვერ ხსნედი რა ხდებოდა, მე გავიზარდე შეგნებით, საკუთარ თავში ვიმოგზაურე, წავიკითხე ფილოსოფიას, გავეცანი ფსიქოლოგიას, გავეცანი და მე მივხვდი რომ თურმე მე დღეს რაც მგონია ჩემ თავში რაც ხდება, ჩემამდე სხვებს გონიათ და ჩავთვალე ნორმად. რაღაცა ეტაპზე მე მქონდა აბსოლუტურად ჩემი სამყარო შექმნილი ბავშვობიდან. აი მაგალითად თუ წავიდოდით ექსკურსიაზე, ხო, მთელი ჩემი მეგობრები ზოგი წრეში ბუთს თამაშობდა, ზოგი დროშობანას და მე ვიღაც ძლიერი უნდა მეპოვა და მეთხოვა რომ აი იქ ტყეში გავისეირნო. იმ ტყიდან მომქონდა ფიჩხები, გირჩები, ნაფოტები, რა ქვია, ხავსები. და ის იყო ჩემი ინსპირაცია, მე ამისგან გავაკეთებ და აი ნუ ჩემი სამყარო მქონდა რაღაც ერთი ეტაპი თვლიდნენ რომ მე ამპარტავანი ვიყავი იმათ თავს არ უტოლდი და ესენი მე ჩემზე ძალიან განიცდებოდა. რაც შეეხება მუზას, მე არ ვიცოდი მუზა რა იყო, იმიტომ მე ხო გითხარით დავღნიშნე ძალიან პატარაობიდან დავიწყან ფანქის ჭერა როგორც კი შევძელი და დავიწყე ხატვა. მანამდე თურმე დედა მეტყოდა ხოლმე რომ თუ რამე დაიყრებოდა მანიქაში ან ზანქვიშას და ვიდეოდი და თითით ხატავდი, ანუ და ორთქვილ ფაილებს. ყველებაც ადრე დამიწყიეს ფოთაშორის 11 თვის ასაკში. ხო და რაც შეეხება იმას რა, რასაც ვამბობდი წეღან რომ
აი როგორ მოდის და აი როგორ მოდის იცით? გახსოვთ ბავშვობაში ჭოგრიტები რო იყო, ბევრი ფერადი მინები რო ეყარა. აი ესე მოდიან, ფერადი, წვრილი ნაწილაკი და ხედავ რაღაც გამოსახულებას, ფერებს. აი ჩვენი მაყურებელიც ნახავს, იმდენად ფერადია, იმდენად აი მართლა რაღაც განსხვავებულია, აბსოლუტურად, გვირილებიც კი განსხვავებულია. აი მაინც რომელ ფერს ანიჭებ უპირატესობას. ჩემი საყვარელი ფერი არის ლაჟვარდის ფერი. აი ეს მინდოდა რომ გეთქვა ყველას წინაშე. აი ძალიან საყვარელი. წარმოიდგინეთ ახლა დილა, ღამე, რომელიც გათენდება. და უკუნს შეცვლის ლაჟვარდი. და ყველაზე მეტად თქვენს გიყვართ უბრალოდ შეიძლება არ გიფიქრიათ, თუმცა თენდება და ჩიტები ჭიქ-ჭიქს იწყებენ გამთენისას. აი გახედეთ მაშინ რა ფერიაცა. გამოფენები მხოლოდ საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთაც? არასოდეს არ გამოფენია საქართველოს ფარგლებს გარეთ და რატო იცით? მე ვფიქრობ, რომ ჯერ ჩემო ქვეყანამ უნდა გამიცნოს კარგად. და მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩემო ქვეყანამ უნდა წარმადგინოს სხვაგან. კერძო გამოფენებს ვერ ვემხრობი. იმიტომ რომ ცოტა სხვა დონეა რა. მაგრამ იცი, ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია და აი გუშინაც რეჟისორი იყო ჩვენთან სტუმრად, ამას წინათ მხატვარი იყო, მსახიობი იყო და ყველანი ამბობენ, რომ სხვა ქვეყანაში უფრო მეტად არიან დაფასებულები, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. ახლა მითხარი, რომ ელოდები, როდის წარგადგენს შენი ქვეყანა. მე ველოდები. მე შეიძლება მაპატიეთ ძალიან ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ მე მაინც ვიტყვი რა. შეიძლება არ დაბადებულა დღეს ის პუბლიკა, რომელიც ჩემ ნახატებს აღიქვამს. ყველა ჩვენი დრო გვაქვს, მომაჩენი დრო. მე იმიტომ არ ვქვი, რომ ვიღაცა მაღიაროს, ვიღაცა მტაში დამიკრას. თქვენ იცით, რომ მე არც ერთი ჩემი ნახატი არ გამივიდია და არც გავვიდი. ეს არ არის ჩემთვის მაპატიეთ რა ბჭყალებში საფოდრატო საქმე. ეს ჩემი სულის გამოგვით, ჩემი სულის ციცინათილა. მე ამითი მიდგას. მე როცა რაღაც მწყენს ვხატავ, როცა რაღაც ძალიან მიხარია ვხატავ, როცა მემღერება ვხატავ, როცა მეცეკვება ვხატავ. ეს არ არის ჩემთვის ის რომ მე არ ვხატავ იმისთვის, რომ ვინმე მტაში დამიკრას. ეს განწყობა უნდა შექმნას. სახელოსნოდან სადაც ხატვა მომინდება, არ აქვს ამას. არა, რა გეკითხა, ვიცი, სახლში მხატვარი ადამიანი, როდესაც არის, იქ სულ სხვანაირი განწყობა. ოჯახი როგორ ეგუება ამას ყველაფერს? ჩემი შვილი ცოტა საღებავებთან ალერგიულია. ანუ არ ხატავს. თვითონ საღებავებზე ალერგია, ძალიან კარგად ხატავს, მისახატავს მე მასე არ ხატავდი. გრაფიკაში ბევრად დახვეწილი, საერთოდ ვერ მიხვდები ეს კომპიუტერმა დახატა თუ მისმა ხელმა იმდენად სწორი, ზუსტი. რამ ხელა? 17-ის. მაგრამ ბავშვობიდან ხატავს. ხშირად ხატავს თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ რამეს დახატავს, აი ბევრჯერ ლუპით გამიდიდებ, იმიტომ რომ ერთხელ მოვედი სახლში და ეძინა და ამის კურსს ვერ გავახვიცებდი, საკმაოდ გვიანი იყო და ლუპით ვადიდებდი. ნახატი იყო თუ კომპიუტერზე ამოღებული, პრინტერიდან ამოღებული, დღესაც მიდევს სახლში და აი სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ აი ესე ზუსტად ხელით როგორ შეიძლება, ну ესეც ნიჭია ერთგვარი სიზუსტის. და ოჯახი მთელი ცხოვრება მიწყობდნენ მე ხალხს, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეუღლეც. მე ამით ძალიან იღბლიანი და ძალიან ბედნიერი. არა, სხვათა შორის დედა ფიზიკა მათემატიკა მყავდა. ძმა სამხედრო პირი მყავს. თუმცა ხატავს ძალიან კარგად. აი, ხო გითხარით, მაინც ხატავს. კი, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი სახლი გვქონდა და ერთმანეთს ხელს არასოდეს არ უშლიდით. მერეც დედა ძალიან ევროპულად გზრდიდა, ჩვენი აზრი გვქონდა და ძალიან ბევრი სახლები გვქონდა და ავიდოდი ჩემთან დაჭაზე და ვხატავდი იქ თუ რაღაც გვინდოდა. ან თუ ჩემი საღებავების სუნი შეაწუხებდა, თვითონ გამეცლებოდა. ჩვენ ერთმანეთს ყველაფერში უთხოვთ ხელს. ფერები იცვლება ხოლმე დაუშვათ აი წლებთან ერთად, ან რაღაც ემოციებთან ერთად, ან დროის მანქანასთან ერთად. იცვლება ხო ფერები? ძალიან იცვლება და ეცი რა არის, ყველა ადამიანს აქვს რაღაცა ერთი მწვერვალი, საიდანაც მე თავის თავს გადამოხედავს. ეს არასოდეს დაგაფიქრებს, შენი თავივე შენ თვითონვე, იმიტომ რომ მე მყავს ნათლია, რომელიც იგივე მშობელია ჩემი და
მთელი ჩემი სასწავლებლის პერიოდის ნამუშევრები აქვს შენახული და ჩათვალე ერთი კერძო კოლექცია აქვს ჩემ ნამუშევრების და ფერები რაც მაშინ იყო და განწყობები აღარ მოდის. წერან რაღაც გაამხილე რომ წიგნს დაბეჭდა. მინდა ძალიან დიდი სურვილი მაქვს მთელი ჩემი ნამუშევრები რაც გადარჩა და გადაურჩა და ძალიან ბევრს ნანობ რაც გაჩვენებული მაქვს და არ ვიცი ხა კერძო. ანუ არ ყიდი და ჩუქნი. არასოდეს არ ყიდი, იმიტომ რომ დამერწმუნეთ რა. მაგრამ ჩუქნი. ჩუქნი, იმიტომ რომ მას ესმის და მანიც ისმის ფასი რა. ფასს ვერ დაუწევ. შეფასებულია ესე თვითნასწავლი არ ვარ. ვიცი ჩემი შრომის ფასი და ჩემი ნამუშევრის ფასიც ვიცი და ძალიან უნდა მოსწონს. და გამოფენის 2 საათი არ შორდება. თქვენ რას ისევთ? ის გაფასებს უკვე შენ. და ვიდრე ხა ის შენ გეტო სადღაც კარატის თავზე, ხო შეგიძლია რომ გააბედნიერო. წიგნზე ლაპარაკობდით ბოდიში ჩაგეჭერი, უბრალოდ ძალიან მინდა და მეკითხა ეს და წიგნი ეს გამოშვება მე წერ კიდეც. საბაშო მოთხრობები მინდა რომ ჩემი ილუსტრაციებით გავაკეთო წიგნად. თუმცა ეს ჩემი ნამუშევრები რაც კატალოგში შევა, ამის კატალოგს ვაპირებ და ოდესმე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ შარპეროს თემას ვერ მივენწრები, მაგრამ არანაკლებ საინტერესო ნოველები გვაქვს ჩვენც. რაც იყო, რაც დავწერე ბავშვობაში და ეხლა რომ უყურებ ხოლმე ამ ნაწერებს, მინდა რომ ეს ყველაფერი საბავშვო მოთხრობებად ვაქციო ჩემი ილუსტრაციებით და თუნდაც თაობას დაუტოვა, არც ყველაფერი კი ციფრულზე გადადის, მაგრამ ის რაც კლასიკა ადამიანობას ითბოს იკეთებ და მიწუნეთ ეს ყველა საუკუნეში აქტუალურია და აქტუალური დარჩა. კი, ნამდვილად და მიდეიმეტეს, როდესაც ეს ბავშვებისთვის კეთდება და ბოლო კითხვა მინდა დაკისვა. აი რა არის ის, რასაც არასდროს არ დახატა? ომს. არასოდეს არ დავხატა და არასოდეს არ მივანიჭებ უკვდავებას ტილოზე. ტილო არის იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ფერადი და ლამაზი ყვავილები, ლამაზი ჩიტები და პეპლები იყვნენ და მე სულ მახსენდება ხოლმე რევაზ ივანიშვილის თითი ის მოთხრობა, რომ თითქოს მთელი ქვეყნის დედებს აქ უტირიათო და მე გითხარით წეღან რომ დამთავრებული მაქვს თქო მეორე ფაკულტეტით და პრაქტიკებს გავდიოდით სადღაც მე-5 კლასის პროგრამით. ბავშვის თემა ქონდა რა აპრილისიები და ალბათ ჩვენსაც სიმბოლური იყო რომ დღეს აპრილში დავემთხვეთ და დედის წრემლზე ია ამოდისო ესეთი თავისუფალი თემა ქონდათ ბავშვებს და ერთ-ერთი ჩემი მოწაფე იწყებდა ესე რომ მე არ მიყვარსო ჩემი დედა როტირისო და არც იმის წრემლ ძალიან მიყვარსო იებიო მაგრამ არც ეგეთი იები არ მინდა რომელიც დედის წრემლზე ამოდისო რაც არ უნდა ძლიერი ტექნიკით შევასრულო და მე ვიცი რომ ძალიან გაყიდვადია დღეს ესეთი ჟანრის ნამუშევრები ბევრმა ის რაღაცა თემათაც კი აქცია და არ შევეხები ხა კოლეგაა და დავიწყო კოლეგიალურობას, მაგრამ იმიტომ რომ მე ვიყო ცნობილი და ეს თემა მე იმიტომ ვხატავ რომ კაი განწყობა და გარემო შექმნა და წრემლი მოვწმინდო ყველას და სხვა სამყაროში გადავაგდო და ზღაპრებში ვამოგზაურო და თუ ახლა ჩემი ნამუშევარი მოხვალ და ისევ ცუდ ხასიათზე უნდა დადგე და ისევ წრემლი უნდა წამოგივიდეს და ისევ უნდა დაგომწო არ გვინდა სამაგშო პუბლიკაც არსებობს იმათ უყურო ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერები მე და ესე ამაღლებულ ნოტაზე დღეს მინდა დაგეშვება და ჩვენი მაყურებელიც მოდი ვამოგზაუროთ ახლა იმ ჯადოსნურ სამყაროში რომ სამყაროშიც თამარ თოიძის ნახატები გამოგზაურეს